მოგესალმებით მეგობრებო, რამდენიმე საათში გამოდის ახალი სეზონი და მინდა რომ რაღაცები გასწავლოთ რა. პირველ რიგში სეტინგები. ანუ შედით სეტინგებში აუცილებლად შეცვალეთ რეგიონი და აყენეთ ევროპაზე, როგორც ვიდეოშია. შემდეგ დაარეფრეშეთ და გამოჩნდება ევროპული სერვერები. ტურუ 3, ანუ თურქეთის მესამე სერვერი ეს არის ჩვენ სადაც ვთამაშობთ ეხლა და სადაც ვითამაშებთ შემდეგ სეზონსაც. შემდეგ კონტროლები, სენსიტივები და ასე შემდეგ და გრაფიკები რა თქმა უნდა. შედით თუ თქვენი პერსონაჟი რაღაც ნელა მოძრაობს, ანუ არ გაქვთ სენსიტივები რაღაც დაბალზე გიყენიათ, 100-ზე იქნება მე პირადად 145-ზე მაქვს და ეხლა რა კარგად მოძრაობს. შემდეგ კონტროლები, სროლას ადგინდათ, დამიზნებას ადგინდათ, ყველაფერი თქვენს გემოზე შეგიძლიათ მოირგოთ. თუ გიროსკოპი თუ ჯიროსკოპი რაც არის, მაგასაც იყენებთ, შეგიძლიათ ეგეც ჩართოთ. და რაც მთავარია გრაფიკები, თუ კარგი ტელეფონი გაქვთ, გრაფიკები ბოლომდე აუწყით, უფრო ლამაზია ყველაფერი. თუ შედარებით ცუდი ტელეფონები გაქვთ, მაშინ პირიქით დაუწყით გრაფიკებს და ეგრე ითამაშეთ. პრინციპში სულ ეს იყო, სენსიტივები და რაღაცები. ეხლა გასწავლით თამაშს, რა უნდა გააკეთოთ. პირველ რიგში თამაში რო დაიწყო. პირველ რიგში ამ სერვერზე უნდა შეხვიდეთ. შემდეგ აღმოჩნდებით აი ესეთ კუნძულზე. ხოლო ეს რაღაც ჩაკუჩი თუ რაღაც წერაქვი რაც არის, ეგ გეკნებით რა. და რა უნდა გააკეთოთ ეხლა პირველ რიგში. პირველ რიგში უნდა მოჭრათ ხეები. და აი ეს სცენარეები, საერთოდ ეხლა მივდივარ მე. სცენარეები არა, ეს ერთ საერთოდ პრინციპში გეყოფათ, რომ საწოლი გააკეთოთ, როცა მოკვდებით, გაცოცხლდებით იქ, სადაც საწოლი დადგით. მოკლედ, ხეებს მოჭრით. შემდეგ აი ესეთი სალოთავო ადგილებიც უნდა ნახოთ და ყველაფერი გალუთოთ. აქ არის სკრაპიც, ეხლა ავიღე 1 ცალი, შეამჩნიეთ X სკრაპები და დააგროვოთ. აი კიდევ 10 ცალი და ესეთ რო გატეხავთ აუტპუტებს, ბოჭკები თუ რაც არის, დააგროვეთ მაგ სკრაპებს, რაც გჭირდებათ რა, რაც გჭირდებათ გეტყვით ვიდეოს განმავლობაში. მოკლედ, ხეები უნდა მოჭრათ. ეს ხეები შეიძლება შეგხვდეთ ესეთ მდგომარეობაშიც, შეიძლება შეგხვდეთ ჩვეულებრივი ხეები, ასევე ნახევრად გადატეხილი ხეები და ასე შემდეგ რა. ცოტა ხეები უნდა დააგროვოთ, რომ სახლი აიშენოთ. შემდეგ გახსენით რუკა, აი აქ დააჭირეთ. იმიტომ რომ მიხვდეთ სად ხართ და სადმე წახვიდეთ. კარგი იქნება თუ წახვალთ სხვადასხვა ობიექტებზე. ანუ პირველ დღეს დამწყებები როცა ხართ, კარგი იქნება თუ ილუთავებთ აი ესეთ ადგილებში, იმიტომ რომ უფრო კარგი ლუთია, შეიძლება იპოვოთ ნაჯახი, წერაქვი, რომელიც ჯერ არ გაქვთ და გამოგადგებათ ძალიან. ამ შემთხვევაში ჩვენ წავიდეთ ყველაზე ახლო მდებარე ობიექტთან, რომელიც მოვნიშნე და ზემოთ თუ დააკვირდებით, თვითლად და მწვანედ არის მონიშნული ის ობიექტები, რაც რუკაზე მოვნიშნე. გზაში გადავწყვიტე, ეს ხეთ მომეჭრა, იმიტომ რომ ხეები გჭირდებათ. და კიდევ ერთი პატარა სალოთავო ადგილი ვნახე. აი ამ წითელ ყუთს გავხსნი. აი როგორც ჩანს ნაჯახი და ბიტა მომივიდა. ნაჯახი კარგია, იმიტომ რომ ხეებს მარტივად მოვჭრი, ბიტა კიდე თავს დასაცავად, ანუ თუ ვინმე კაცი შემხვდება, შემიძლია ეს ბიტა ჩავარტყა. ასევე ნახეთ ბიტა ძალიან მარტივად კეთს აი ამ რაღაც ბოჭკებს. და მოკლედ ძალიან გამოსადეგია რა. თუ ილუთავებთ, უფრო მარტივად იმას იზავთ. აი ესე თქვათ მოიხოდებით რა. ხო, და ეხლა ჩვენ უნდა შევიდეთ აი ამ მაღაროში. მოკლედ ამ მაღაროზე ცალკე მე გეტყვით სხვა ვიდეოში. რა უნდა გააკეთოთ აქ. ეხლა უბრალოდ შევდივართ, რომ გავილუთოთ, იმიტომ რომ იქ არის რაღაც პატარ-პატარა ყუთები, რომლებსაც გავვილუთოთ და რაღაცები იქნება რა. აი, როგორც ჩანს ქვევით ვიღაც დარბის და რადგან ბიტა გვაქვს, შეგვიძლია გავიკიდოთ, იქნებ მოუკლათ და რამე ლუთი კონდეს წავართოთ. როგორც ჩანს, შიშა რა აღმოჩნდა. სავარაუდოდ არ აქვს ბიტა რაღაც ძლიერი და აი ამ მშვიდით რაც ხელში უჭირავს, ახლო მანძილზე, ანუ ძალიან უჭირს რა სროლა. შესაბამისად, გარბის.
ამ შემთხვევაში ბიტას აქედან ვერ ჩავარტყავთ და გადავწყვეტე რომ შუბი გავაკეთო. ჩანთას გახსნით, უბრალოდ ხეები მქონდა და 50 ხე სჭირდება რომ შუბი გააკეთო. აი როგორც ჩანს, როგორც ხედავთ ზემოთ 7 წამი დარჩა და შუბი გაკეთდება. შუბს როცა გააკეთებთ, შუბის სროლა შეგიძლიათ. ანუ ესო წინ გარბის, აი ნახეთ შუბი ჩამოვიტანე ქვედა ჩარჩოებში. დაუმიზნებ და ესვით. ეს ერთი გავარტყი, ეხლა სხვანაირი მოძრაობები დაიწყო, რომ მეორეჯერ შუბი ვერ გავარტყი. სამწუხაროდ ავაცილე შუბი, თუმცა მაინც ავიღე, გადავუყარე და ავიღე რა ეგრევე. ვცდილობ რომ მოვკლა, მაგრამ მაინც ავაცილე ეს შუბი, მაგრამ კარგი ის არის, რომ ეს სახლი არის მისი და სახლიდან შორს არ გარბის. და საკმაოდ შორიდან უვლის ხოლმე სახლს. ამ შემთხვევაში მე უფრო ახლოდან უვლის და დავეწლი რა. აქ გადავწყვეტე რომ მოვეკალი, მაგრამ დავამარცხე. მაგრამ თავი იცი რა არის, აი ეს ლუთი, ჯეკპოტი, ახალი დამწყებისთვის ესეთი ლუთი არის შვენიერი, იმიტომ რომ ამას ყველაფერი ქონდა და რაც მთავარია სკრაპები. 484 სკრაპი, ეს საკმარისია, რომ ანუ ძალიან ბევრი რაღაც გახსნა და თავიდან ესე ვთქვათ მოიხოდო რა. ეხლა რა თქმა უნდა გავიქცეთ, იმიტომ რომ მისი სახლი იყო და გამოვა, აიღებს რაღაც იარაღს და გამოგვეკიდება რა. ჯობს რომ გავიქცეთ. რა თქმა უნდა იქაურობას მოვშორდით და კიდევ ერთი მცენარე ვნახეთ. აი ამ მცენარით შეგიძლიათ გააკეთოთ მაგალითად საწოლი ან ბანდაჟები დასაჰილით. აი ჩანთის შეხვალთ საწოლს დააწვევთ და ეს საწოლი გაკეთდება რამდენიმე წელში. შემდეგ ეს საწოლი შეგიძლიათ დადგათ სადმე და როცა მოკვდებით, გაცოცხლდებით. აქ ხეს მოვჭრი, თუ მაგალითად იმ რაღაც თავიდან ვიწყებთ, იმ ნაჯახით ჭირდებათ დაახლოებით 22ჯერ ან 21ჯერ ჩაარტყათ ხეს რომ მოიჭრას. აი ამ ნაჯახით სულ რაღაც 10ჯერ ან 11ჯერ საკმარისია რომ ხე მთლიანად მოჭრათ. ანუ ორჯერ ისე ვიქცეთ. მოკლედ გადავწყვიტე რომ აი აქ ავიშენო სახლი. გჭირდება აი ეს რაღაც სამშენებლო ფურცელი. ეს ფურცელი შეგიძლიათ გააკეთოთ აი აქედან ჩანთიდანვე რა. ამ ფურცელს აიღებთ, მაგრამ გჭირდებათ ჩაქუჩიც, მაგრამ ჩაქუჩი ჯერ არ გვაქვს გახსნილი. ფურცელს აიღებთ და ვაკეთებთ საძირკველს სახლისთვის რა. ჩემი რჩევა იქნება რომ გააკეთეთ პატარა სახლი, მაგალითად აი ესეთ ორ კუბიკზე. იმიტომ რომ თუ დიდს გააკეთებთ, უფრო ყურადღების მისაქცევი იქნება, თუმცა უფრო დაცული, მაგრამ ესეთ სახლებს უფრო არ ერჩიან რა. თუმცა ესეთ სახლის იმეცი არ უნდა იყოთ. რა თქმა უნდა, მე უნდა განვითარდეთ უკვე ეს სახლი ააშენოთ, უფრო გააძლიეროთ და ასე შემდეგ. მოკლედ, კედლები გავაკეთეთ, ეხლა გვჭირდება კარი და სახურავი. მოკლედ, კარის ორი არჩევანია, პირველი აი ეს დიდი კარი და მეორე პატარა კარი. თუმცა პატარა კარს სჭირდება თავისი ჩარჩო, რომელიც შეგიძლიათ აი აქედან გააკეთოთ, პირდაპირ აი ამ ფურცლიდან. მე ყოველთვის დიდ კარს ვაკეთებ, იმიტომ შეგიძლიათ ეს კარი მოხსნათ და უბრალოდ კედელი გააკეთოთ შემდეგ აქ. ეხლა გავაკეთოთ სახურავი, ესე, ჩვეულებრივად გადახურავთ პრობლემოთ და კარი უნდა დავაყენოთ. ცოტა ხანი დაველოდოთ, რამდენიმე წამი კარი მზად იქნება და აი ეს კარადა. ეს კარადა არის მნიშვნელოვანი, რაც ეხლა გავაკეთე. 100 ხე სჭირდება რომ გააკეთოთ. ეს კარადა უნდა დადგათ სახლში და თქვენი სახლი რისგანაც არის გაკეთებული, ის მასალები სჭირდება აი ამ კარადას. მოკლედ, კარი დავაყენეთ, კარზე დავაყენოთ ეხლა კოდი, რომ მარტო ჩვენ ვიცოდეთ. შეგვიძლია გავაღოთ და ვკეთოთ მარტივად. ეხლა აქ უნდა დავდგათ აი ეს კარადა, რომელიც გავაკეთეთ. მოდი ჯერ საწოლი გავაკეთოთ. აი ესე კართან შეგვიძლია საწოლი დავდგათ და ამიერიდან როცა სადმე მოუკვდებით, გავცოცხლდებით სახლში. რა თქმა უნდა, თუ აირჩევთ სახლში გაცოცხლებას. ანუ აი ამ საწოლს. ჩვენ გვჭირდება ეხლა კარადა, დავდგით კარადა და ეხლა ეს კარადა როგორ მუშაობს? კარადა არის ესე ვთქვათ სახლის გული რა. ეხლა ჩვენ გვჭირდება ცოტა ხეები, იმიტომ რომ სახლი ხის არის, კარადაში ხე უნდა ჩავდოთ. ეხლა მოვჭრათ ცოტა ხე. მოკლედ მოვჭერით ხეები დავუყენოთ სახლში და ეხლა ჩავიხედოთ კარადაში. როგორც ხედავთ, კარადაში წერია 73 ხე. ანუ 73 ხე სჭირდება, რომ სახლმა არ დაიწყოს დანგრევა, ანუ 24 საათში. ანუ დღეში 73 ხე უნდა იყოს, რომ სახლი არ დაგინგრეთ. ასევე შეგიძლიათ კარადა დაბლოკოთ და ასევე ყუთები. არსებობს ესე ვთქვათ მეტალ ფრაგმენტებით გაკეთებული ესე ვთქვათ პინ-კოდი, რომელიც შეგიძლიათ შენც იცოდეთ და teammate მას და არსებობს ისეთი პინ-კოდი, რაც ეხლა მე გავაკეთე. რომელიც მარტო შენ შეგვიძლია გახსნა და დაკეტო რა.
ასევე ყუთები, რაც ახლა ვიდეოში ნახეთ, ყუთებიც ეგრე არის, დიდი ყუთია, რომელსაც მეტალ ფრაგმენტები, ანუ ერთ-ერთი რაღაც მასალა უნდა და არსებობს ჩვეულებრივი ყუთები, რომლებიც პატარებია და უბრალოდ ხისგანაც კეთდება. მოკლედ, ახლა ვაკეთებთ ყუთებს, როგორც ნახეთ ვიდეოში და კარადაც დავბლოკეთ, ბლოკი დავადეთ და ჩვენს გარდა კარადას თუ არ გატეხენ, ისე ვერავინ ვერ შეიხედება შიგნით და ვერაფერს ვერ ამოგვაცლიან. მოკლედ, კიდევ ერთი უნდა გითხრათ, კარადაში თუ თქვენს გარდა სხვაც ჩაიხედება, იმ სხვასაც ექნება თქვენს სახლზე კონტროლი, რომ რაღაცები მიაშენოს, მოაშენოს და ასე შემდეგ. ასე რომ ეგეც იცოდეთ, კარადა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. მოკლედ, დავთქვით ყუთი. აი ამ ყუთში შეგვიძლია ახლა ჩავაწყოთ ჩვენი ნივთები. სხვადასხვა ნივთები ყველაფერს თან ხوار ვატარებთ, როცა გარეთ გავალთ. ასე რომ შეგიძლიათ აი ესეთ ყუთებში შეინახოთ. აქ მე დავიტოვე 100 ქვა. ეს ქვები ტყუილად არ დამიტოვებია. აი ამ ქვებით აკეთებთ აი ამ ღუმელებს, ანუ ერთი ღუმელი 50 ქვა უნდა. შესაბამისად 100 ქვით მე გავაკეთე 2 ღუმელი. ეს ღუმელებიც ახლა მალე გაკეთდება და აქ დავუდგავ. ღუმელები მნიშვნელოვანი რაღაც არის, იმიტომ რომ აი ამ რაღაცეებში, ანუ ღუმელებში შეგიძლიათ გადაამუშავოთ რაღაცები. თუმცა სჭირდება ხეები. ანუ ხე სჭირდება, რომ ცეცხლი დაანდოთ. ასე რომ გამოვედი კიდევ, რომ ხეები მოვჭრა. და გადავხედე, რომ მალე ეს გამეთქვა, იმიტომ რომ აი ამ ქვით კეთდება მეტალ ფრაგმენტები. ანუ კინა რა, კინის ფრაგმენტები. ანუ ღუმელებში ხეს რო ჩადებთ, ეს ქვაც უნდა ჩადოთ და გადამუშავდება და გამოვა მეტალ ფრაგმენტი რა. მარტივია მოკლედ. ეს ჩვენი 2 ღუმელი უკვე დამზადდა და ეხლა უნდა დავდგაცათ მე რა. ცოტა პატარა სახლი გვაქვს, მაგრამ მაინც დავადევთ ყველაფერს. ეს ერთი ღუმელი დავუდგით, ეხლა მეორე ღუმელი დავუდგით და ეხლა უნდა გადავამუშავოთ. მაგრამ მანამდე გავაკეთოთ აი ეს მაგიდა. ეხლა რაც ნახეთ ვიდეოში. ეს მაგიდა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. მაგიდაზე სწავლობთ სხვადასხვა რაღაცებს. ანუ სხვადასხვა რაღაცები ჯერ უნდა გახსნათ, მაგალითად თუ გინდათ იარაღი, ჯერ უნდა გახსნათ მაგიდაზე იარაღი და შემდეგ უნდა გააკეთოთ. მოკლედ, აი ამ ღუმელში ჩავდეთ ზემოთ მაგალითად 30 ეს შავი ქვა, ქვევით ხე დავუდეთ, დავაჭირეთ ჩართვას და გადამუშავდება. აი ახლა ნახეთ, მივიღეთ ნახშირი, ერთი ძალე და მივიღეთ მეტალ ფრაგმენტიც. აი ესე მარტივად შეგვიძლია მეტალ ფრაგმენტები მივიღოთ ქვებისგან. ეხლა ეს მაგიდა დავუდგათ და ამ მაგიდაზე რა ხდება, ეგეც უნდა გავარკვიოთ. მოკლედ მაგიდა დავუდგით, ეხლა შევიდეთ მაგიდაში, როგორც ჩანს, აი ყველაფერი არის დაბლოკილი, ეს ყველაფერი უნდა გავხსნათ. პირველ რიგში გავხსენით ეს ჩაქუჩი, პირველივე რაც არის, ეს არის სამშენებლო ჩაქუჩი. ამ ჩაქუჩით, ანუ ეს ჩაქუჩი რო გააკეთოთ, გჭირდებათ სულ რაღაც 20 ხე. აი ამ 20 ხით ეხლა გავაკეთე ჩაქუჩი, განაჩენი ხეები დავაბრუნე უკან ღუმელში. ავიღე ეს ჩაქუჩი, ამ ჩაქუჩით შეგიძლიათ სხვადასხვა რაღაცები, მაგალითად გააძლიეროთ კედელი, თუ სიცოცხლე აქვს დაკლებული, უბრალოდ დაარტყავთ და გაძლიერდება. ასევე თუ თქვენ კედელი ააშენეთ, მაგალითად რამდენიმე წუთის მანძილზე შეგიძლიათ უკან, ანუ დაანგრიოთ ბომბის ნიშანი ახატია. ასევე შეგიძლიათ აი ეს რაც ახლა გავაკეთე, მაგიდა უბრალოდ აიღოთ და არა მარტო მაგიდა, ნებისმიერი რამე, აი აღების ღილაკს დააწვევით და ნებისმიერ რამეს კარადას, მაგიდას, ყუთს, ყველაფერს აიღებთ. თავარია შიგნით არაფერი არ იყოს, თუ რამე დევს ვერ აიღებთ, უნდა ამოიღოთ ჯერ ის რაღაცეები. ასევე თუ ქვები გაქვთ, ხის კედელი როცა არის, მიხვალთ გაძლიერებას დააწვევით და ქვის გახდება. თუ შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი გინდათ, მაგალითად რკინისას გახდით რა. მოკლედ, შევედით ისევ ამ მაგიდაში, ეხლა გავხსენით ნაჯახი და წერაქვი. საბედნიერო რომ კაცი მოვყალით, იმას ძალიან ბევრი სტრაპები ჰქონდა და მაგით გავხსენით ამდენ რაღაცა. გავხსენით პისტოლეტით და გავხსენით ტყვიებით. ეხლა დანარჩენ სტრაპებს დავაბრუნებთ უკან, იმიტომ რომ არ ყოფნის, რომ უკეთესი იარაღი გავხსნათ და ასე შემდეგ.